ხვალ მიწევს ბავშვებთან ერთად ქალაქიდან გასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 3 ჩემოდანი ჩემი ჩასალაგებელია. ანა, თეკლა და სანდრო. სიმართლე გითხრათ, ასეთ დროს საკუთარი თავი მეწოდება. ასე, დავიწყოთ. ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი სიტუაცია, როდესაც ჩემს ქმარს ან ჩემს რომელიმე მეგობარს უთქვამს, რომ მოდი რა 2 დღით სადმე გავიდეთ, ბავშვები გავიყვანოთ. როგორც წესი ამ დროს ვამბობ უარს. და შემდეგ იწყება საუბარი, როგორი უჟმური ვარ, როგორ მოხუცად დავიბადე, როგორ მეზარება ყველაფერი, როგორ არ მინდა განძრევა და ასე შემდეგ. არა და ამ დროს მე მახსენდება მინიმუმ 4 ჩემოდანი, რომელიც ჩემი ჩასალაგებელია და დაწყებული კბილის ჯაგრისიდან დასრულებული ოთახის ჩუსტებით არაფერი არ უნდა დამავიწყდეს. სხვათა შორის ვცდილობ, რომ ანამ თავისი ჩემოდანი თვითონ ჩაალაგოს, მაგრამ ნუ ისეთი ჩალაგებულია, მე თავიდან არის ჩასალაგებელი და ამიტომ როცა ცოტა დრო მაქვს ხოლმე, ნერვები არ მყოფნის და მაინც მე მიწევს ამის გაკეთება. აბა მზად ხართ? კი, მაგრამ ესე. გავედით? არა, მე ჩამოვიკინე. უკვე მზად ვართ და 3 ბავშვთან ერთად 2 დღით ქალაქიდან გასვლა უდრის დაახლოებით აი ამდენ ვარგს. მოდი ჩიტი წინ ჩავსვათ. კაი, ჩავსვათ საპატიო ადგილზე. დედა, ასეთ როგორ მომდაზე? არა. ისეთ ასე. წავედით? კი. ზაფხულში საწავიდეთ. ესპანეთში. რატო გინდა ესპანეთში წავიდეთ? ენტრონქ მამა ერთო მენატრება. კარგი, წავიდეთ. უნდა მოგიყვათ რაღაცეები. რაც ყველაზე მთავარია მგზავრობისას, ეს არის ქარსითი და ღვედით. ჩემ შვილებს არც ერთი არ მოწონთ შემდა სამწუხაროდ. როგორც ჩანს 90-იანი წლების ბავშვებამ თავის იქნა და საკმარისი ენერგია ვერ დავხარჯე მათ დასარწმუნებლად. ქარსითს კატეგორიულად მიპროტესტებენ, თუმცა ღვედს იკრავენ და სიმართლე გითხრათ ამაზეც თანახმევენ. ძალიან ხშირად მინახავს, როდესაც ბავშვი მშობელს მუხლებზე უზის წინა სავარძელში. და ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი, ეს არაფრით არ გააკეთოთ, რადგან ფაქტობრივად ძალიან მცირე ავარიის შემთხვევაშიც კი ბავშვის უსაფრთხოდ გადარჩენის შანსი არის ძალიან დაბალი. აბა გადავბრძანდი უკვე. და აქვე ერთი რჩევა. თუ ბავშვს ჩასვამთ ქარსითში და აუცილებლად უნდა ჩასვათ, ნუ მისცემთ ოჯახის წევრს იმის უფლებას, რომ რამდენიმე წუთით მაინც ამოიყვანოს და ჩაისვას კალთაში, რადგან ბავშვი თუ შეხედავს იმას, რომ შესაძლებელია მგზავრობა ქარსითის გარეშე, ის არავითარ შემთხვევაში აღარ გაჩერდება ქარსითში. ბავშვებო, სად მივდივართ? ლეჩხუმში. აპანაში. მე ვარ ლეჩხუმელი. ოღონდ ახლა არავინ თქვათ, რომ ეს არის ან სვანეთი, ან რაჭა და ან იმერეთი. ლეჩხუმი არის საერთოდ ცალკე კუთხე. რაც შეეხება ჩემ შვილებს, ამათ ჯერ ვერ გაარკვიეს სვანები არიან თუ იმერლები, იმიტომ რომ ჟორჟოლიანები არიან, გვარი სვანურია, თუმცა ჩემი ფარი ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა და იმერლობს მოკლედ. დაიწყო ჩვენი მხიარული მგზავრობა, ჯერ 10 წუთიც არ გასულა და აუდე, როდის მივალთ? დაიწყო. ეს შეკითხვა არის რამდენიმე საათიანი გზის ყველაზე მტანჯველი ფრაზა, ყველაზე მტანჯველი ნაწილი. როგორც წესი, როგორც კი დაიძვრება მანქანა, დაახლოებით 3-4 წუთში რომელიღაც ჩემი შვილი კითხულობს. დე, მალე მივალთ? დე, რამდენ ხანში მივალთ? და მე ყოველ 15 წუთში ერთხელ კითხვა მეორდება და მე უნდა აღვხსნე, რომ ქუთაისიდან თბილისამდე გზავრობა სჭირდება რამდენიმე საათი.
და 3 წუთში ვერაფრით ვერ მოვახერხებთ ჩასვლას. მე იწყება წუწუნი რომ დაიღალნენ, რომ გავაჩერო, რომ ჰაერი გადაყლაპონ და ასე შემდეგ. ღორისილი დავინახე. რა დაინახე? ღორისილი. უკვე რამდენიმე საათია გზაში ვართ. ჩვენი საბოლოო დისლოკაციის ადგილი არის ალპანა, რომელიც 58 კილომეტრშია. მგზავრობისას ბავშვების დამშვიდების კიდე ასეთი ხერხი მაქვს. წინასწარ ვიმარაგებ ხოლმე სასუსნოებს და როდესაც ამათი ზუზუნი პიკს მიაღწევს, აი ციფრად ზღაპარში რო არის ხოლმე, გადავისვრე სნექს და რამდენიმე წუთიანი სიმშვიდე გარანტირებული მაქვს. ლეჩხუმამდე ჯერ რამდენიმე ათეული კილომეტრია, დაახლოებით 55 კილომეტრი. ბავშვები კი აი ესეთ მდგომარეობაში არიან. სანდრო. დეკლა და ანა საბარგულში გადავიტანდა. წავედით ლეჩხუმში. ეს რომელი მთა რა ქვია ამთას? და ამთას ქვია ხვამლისმთა. და ზოგადად ეს არის საკმაოდ რთულად სამოძრაო გზა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მანქანაში ბავშვების ხედავ, იმიტომ რომ არის მიხვეული გზები, ოდნავ ყურადღების მოძუნებაც კი არ შეიძლება. თუმცა მე ბავშვებიდან დავდივარ ამ გზებზე და შემიძლია თამამად თქვა, რომ თვალთაყრილსაც შემიძლია აქ მოძრაობა. ამ ულამაზეს ადგილებს ჩემი თვალი ბავშვობიდან შეჩვეულია, მაგრამ ადრე გაზაფხულზე ლეჩხუმში წამოსვლა მაინც განსაკუთრებით სასიამოვნოა. და ვინც ამ გზებს შეჩვეული არ არის, მათთვის ალბათ ცოტა საშიშიც. ჩემ სოფლამდე დარჩენილია ბოლო კილომეტრები. დეკლარატო წუწუნებ. აი სულ ცოტაც და ალპანაში მივალთ. აი ესეც ჩვენი ალპანა. ესეც მონატრებულ შვილიშვილებთან შეხვედრის ერთი კადრი. ალპანაში ალბათ სადღაც 70 ოჯახამდე ცხოვრობს, როგორც დანარჩენი ლეჩხუმი ჩემი სოფელის ნახევრად დაცლილია. არა და ერთ-ერთი ყველაზე მივიწყებული, აუთვისებელი და ულამაზესი მხარეა საქართველოში. ეს არის ადგილი, სადაც მე როგორც დედა თავს გრძნობ ძალიან უსაფრთხოდ. იმიტომ რომ ჩემი 3 შვილი მთელი დღე დარგის ეზოში, უпростоრად ეზოებში და ეს მოიცავს მეზობლის ეზოებსაც, სადაც არ მეშინია რომ შემთხვევით ისინი ხელს წაატანენ გამოყენებულ შპრიცს. სადაც ისინი იკვებებიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით და სვამენ წყალს, რომელიც აი იმ თიდან მოედინება. ესელოხეზე დამშვა. რა? ესელოხეზე დამშვა. ისინი თუ ავიდნენ შენ რატო ვერ ახვედი? არ ვიცი. მოდელა გაგიაშეტა ტობი. ბავშვებიც ბედნიერები არიან, ტობიც გახარებულია, მასთან შეხვედრა მგონი ყველაზე მეტად თეკლას უხარია. მათი არი 3 ნიჰა. მარჯვენა. მარჯვენა. წინისაკენ. მარჯვენა. 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 წინისაკენ. მარჯვენა. 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 წინისაკენ. მარჯვენა. მარჯვენა. ეს არის რამდენიმე ასეული წლის წინ დარგული ცაცხვის ხე. და ეს ჯოხებდა მკირე. მომეც. რას აკეთებთ? ეზოდან სახლში შემოსვლა ვერ მოვასწარით და 4 პატარა თავი უკვე ტელეფონშია ჩამძვრალი. ტელეფონი თბილისშიც ეყოფათ, შვილები და დიშვილი ისევ გარეთ გავყარე. 4 სანდროს 4. მამაში წინ მიწევს. ხეს მოემალები. და ავიზაც გადავღე.
უფლება რომ მივცეთ, ეკლა ალბათ ტობისთან ერთად შეჭამ საჭმელს და მასთან ერთად დაიძინებს. გიყვარს ტობი? და ახლა თავიდან წიხარში. არა, თბილისში უნდა წაიყვანო? აუ. და ცოდო არ არის იქ გამოკეტილი ბინაში? მორჩა ორდღიანი არდადეგები დასრულდა. ვემშვიდობებით ლეჩხუმს. წინ დამღლელი რამდენიმე საათიანი მგზავრობაა. აი ახლა შემოვედით თბილისში. ახლა ბრუნდებით სახლში. უკიდაგანვე დაღლილები. ნახევრად მძინარე ბავშვებით. რაც მთავარია, ახლა უნდა მივიდეთ სახლში, ბავშვებმა დაიძინონ და მე დავიწყო პარკის ამოლაგების პროცესი. არა ძალიან დაღლილი ვარ. მაგრამ ისე წუწუნ